ფოთში კაკულიას ქუჩაზე მდებარე დევნილების საცხოვრებელ კორპუსთან სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები მივიდნენ და აქცია გამართეს. მათ იქ მცხოვრები ძულებით გადაადგილებულ პირებთან ერთად კორპუსის მიმდებარედ დაგეგმილი ღობეების მშენებლობა გააპროტესტეს. მათი თქმით, უცხოელი ინვესტორი იმ მიწის ნაკვეთზე, რომელსაც ისინი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით იყენებდნენ, ფაბრიკის აშენებას გეგმავს. დევნილები ყვებიან, რომ ისინი ამ შენობაში 1993 წლიდან ცხოვრობენ, მაგრამ სულ მალე ეზოს გარეშე არჩებიან და თავის რჩენასაც ვერ შეძლებენ. ჩვენ ვითხოვთ ან დაგვიმატონ ის მიწა, რომელიც არის წყარო იმის, რომ ჩვენ ვიარსებოთ, ან და გადაგვიხადონ კომპენსაცია სათითაო თითო ოჯახს. ამას ვითხოვთ ჩვენ. წინა შემთხვევაში ნილ სკოტი გაეროს წარმომადგენელი არის კურსში, არის გაგზავნილი წერილი კოლექტიური 6 ოჯახის, რომ ყურადღება მოგვაქციოს. შეგვთავაზა, значит, პარტნიორი ორგანიზაციიდან ადვოკატი, რომელიც იმუშავებს ამ მიმართულებით. 25 წელიწადია ჩვენ ერთ და იგივე გვესმის ყველა ხელისუფლებისაგან, რომ იქნება მილიონი სამუშაო ადგილი, იქნება ფაბრიკები, ქარხნები, არაფერი არ ხდება. ერთი და იგივე ხალხი, ეს ბანდიტები, ყაჩაღები და ეს არაფრისგან ფულის მკეთებელი ადამიანები ყიდულობენ ქართულ მიწას იმისათვის კი არა რომ რაღაცა პროდუქტი შექმნან, არამედ ყიდულობენ რომ შემდეგ 1000 ჯულის დამპყრობლებს ჩაუგდონ ხელში და ჩვენი მოსახლეობა აბსოლუტური უმრავლესობა რჩება უმიწაწყლოდ, მშიერი, მწვერვალი, ამიტომ გამოსავალს ხედა ერთადაც. ორი ვარიანტია, ან ჩვენ ყველამ უნდა დავიხოცოთ შიმშილისაგან და გაჭირებისაგან და სიღარიბისაგან, ან და ერთად უნდა შევიკრათ და ქუჩაში გამოვიდეთ და პანგურით გავყაროთ ესენი თავისი კაბინეტებიდან. ესენიც კანონმორჩილი ხალხი არიან, ეს მათ იცოდნენ რომ ეს მიწა მისი არ იყო, მაგრამ ელოდებოდნენ აუქციონს და აუქციონის წესით შევისყიდით, ფიქრობდნენ. ამ დროს მოდის ვიღაც, ვისაც აქვს დიდი ფული და ჩვეულებრივი ადამიანის ინტერესებს არ იცავს და არ ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, მოდის შემოღობა მოხდა. ამ ჩვენმა სისხლმახორცმა, ჩვენმაც მემანდატებმა თავისი საკუთარი სახლები დაკარგენ და ისევ მოვიდნენ ჩვენთან, იმიტომ რომ ჩვენ მიგვეღო, ხო, და ჩვენი ძმებია და დებია და ჩვენც თუ ასე ვექცევით, რა განსხვავება აქვს იმ მომხდურ მტერსა და ამ მთავრობას შორის, რომელიც ესე ექცევა იძულებით გადაადგილებულ და ნაწვალებ პირებს, ხო? აქციის მონაწილეებთან ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია მივიდა. იგი აქციას პოლიტიკურად მართლს უწოდებს და მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს. დღევანდელი მთავრობის და როგორც ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პრიორიტეტი არის სისტემა, რომ ქალაქში შეიქმნას საწარმოები, დასაქმდეს ადამიანები და რა თქმა უნდა სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას გაუმჯობესება. რაც მართლაც გაკეთდა რამოდენიმე ხნის უკან, ის ტერიტორია, სადაც ახლა დღეს ვიმყოფებით ჩვენ, ეკონომიკის სააგენტომ გადასცა ინვესტორებს, სადაც კეთდება უზარმაზარი ფაბრიკა, სამკერვალო ფაბრიკა, სადაც მაქსიმალურად უნდა დასაქმდეს 3000 ადამიანი. როდესაც კომპანია და მოსახლეობა შორის წარიმართა რაღაც უთანხმოებები, მთხოვენ, რომ მოსული იყავი და შუამავალი ყოფილი იყავი და რა თქმა უნდა მე გავითვალისწინა მოსახლეობის ინტერესები და როდესაც საუბარი წავიდა კომპანიასა და მოსახლეობას შორის, შეთანხმდნენ დღესდღეობით რასაც დაობენ კონკრეტულად პიროვნება, მაგრამ მე მინდა თქვა ერთი რაღაც, რომ ეს თემა არის პოლიტიზირებული, ეთყობა რომ ეს პიროვნება ზაზა რუგავ რომ იმას კომენტარი გააკეთა, არის ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი და მას უკვე ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები ჩამოიყვანა როგორც ოზურგეთიდან, სენაკიდან და ესე შემდეგ და პოლიტიზირება მისცა რომ თითქოს მას საარსებო წყაროს ართვევენ. ეს შესაბამისად არასწორი არის ეს ინფორმაცია და მე მინდა რომ თქვა რომ პირიქით ქალაქისთვის არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი ის თემა, რომ ქალაქში კეთდება ფაბრიკა, რომელსაც დასაქმდება უამრავი ადამიანი. თუ იძულებით გადაადგილებული პირების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, დავის გაგრძელებას ისინი სასამართლოში გეგმავენ.